იყოს თავიანთ მიწაზე მოყვანილი პროდუქცია. ახალი პარლამენტის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ღირსების ორდენები და მედლები 59 ადამიანს გადასცა. რამაც ნიკოლაიშვილმა კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს, ასევე სამინისტროს და საქვეუწყობო სამსახურების წარმომადგენლებს დაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ჯილდოები დიდი პასუხისმგებლობის და უკეთ მუშაობის სტიმულია. პრეზიდენტის დავალების საშუალება იმ ადამიანებისთვის, ვინც ბოლო თვეების განმავლობაში ნამდვილად თავდადებულად შრომობდა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ფუნქციური შენობა ამ ადგილას ყოფილიყო, არამედ იმისთვის, რომ ყველა ქართველის გული გაეხარებინათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოახერხეს ამ ადამიანებმა, დაახლოებით 50 ჯილდო ღირსების ორდენი გადაუეცეთ ჩვენ იმ ადამიანებს, ვინც დღე და ღამე 24 საათიან რეჟიმში თავის ქვეყნისთვის, თავის ხალხისთვის შრომობდა და აი ასეთი მშვენიერი, მე ვფიქრობ, რომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი შენობა. შენობა თავისთავად უნიკალურია, ესეთი შენობა არ შენობოდა ჯერ საქართველოში. გამოვიდა კარგად და გამოვიდა სწრაფად და რა თქმა უნდა არის ხარისხიანი თავისთავად. და სიმაღლეთა პარველობთ ეს ჯილდოს. დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტს, ბატონ მინისტრს. ბედნიერი ვარ ეს ღირსი და ეს ჯილდო რომ მოგვანიჭეს და რა ვიცი. ყველა საქართველოს, ყველა ქართულ ხალხს ვლოცავ, ვინც აქ მონაწილეობა მიიღო, დიდი მადლობა ჩვენს პრეზიდენტს, ჩვენს მინისტრს, ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ ასეთი სიცოცხლე, ასეთი შენობა წარმოგვიდგნა ქუთაისში, ყველა ქუთაისელს ვლოცავ. აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ 390-მდე დევნილ